ჩიტები. ლამაზი ხია. ბიმი, ბიჭო, გოგო, ბიჭო. ბიმი, გოგო. ბიმი. მოახწიე ხალხო. თავისასაც აქ. აი. მოახწიე სამსახურში. ვედი ეხა მაგ ფენა ჩატანების. 1 2 ეს იგი სანამ დილას ჩემი ძმა მოვიდა ის ჭურჭელიც დავაფინავი ხალხნება ისე რომ სახლი დავტოვე ნამდვილი ქალივით. ეს ამოჩავდრეს აი ესე და ბოლო ეტაპი აბა ის დამენახოს ის დასტავი ერთხელ დამიწერეს როგორ შეიძლება ესეთ სიცივეში მუშაობა პირობები რატო არა დასაბუჟე კაია და ბერუჟება გირახია გაყიდული თევზი რო ფეჩთანა მუშავდებოდეს თუ მაცივაში მომუშავე ხალხი არ გინახი აი ეს თავარი თბილად იყო სწორია ერთი ისე ამისთვის ხვევით. აჰა. წავედით, მზად ვართ ხელთათმანები გარეთ. ჩავიცვათ. კალებმა დავხურო რომ არ აქციოდეს აი მესმავი რომ მიყვარს ძალიან ჩემო ლამაზო ნახეთ რა მხელავი სიმულამაზო ამომყვები ყუთების ჩამოსატანად ეს არის აი გადმოგდებული ძაღლი დატოვებული მოხუცი ძაღლია და აქ ვაჭმევთ ეს არის ნაგავი ხა ავაი ავსიდა დედა აგე იქ არის ნამცხრების ცეხი 1 2 3 ნახეთ როგორ აუ ეს როგორ გაგისურთავთ თვალი ეწამი ეს ნახეთ ნაბეხა ეხარ ბიმი გოგო ბიმი ეხავდა ჩამოვიტანო ყუთები ასე წყობათ აუდილა ძალიან მაგარი ქარი იყო და მეგონა რომ ზამთარი მოვიდა. მაგრამ ნახეთ მზეა. ნიავიანი, მაგრამ მზეა. მოხჭები? აბუეთ ხარა. გამოჩი გაიღება. ციცი.
რომელი საათია? 4 საათი წუთია. მე კარგი მიზეა. საჭმელად მივდივართ. ესე იგი ხარ ხო თქვენც აგეკვიატათ. კორეული სერიალი როა კალმარის თამაშები მეორე ნაწილი. მაგის სიმღერა. ნა. იგივე არის როგორც აი კორეაში იგივე სიმღერა როგორც ჩვენთან საქართველოში ეპარულა მე რა რაღაც. მაგას ამღერი. დილამშვიდობის ჩვეული ფორმით, ჩვეული გარემოდან. დღეს მაქვს გუშინდელისგან განსხვავებით, დღეს მაქვს ყავის დალევის დრო. ხო და დავდივარ. მაგრამ რაღაცა იგი გძნობა მაქვს, ყავა არ გიდაო. ისი ბრალია. გუში სხვადასხვის მოვადუღე და ანუ ისა გადავუღალე. ღამე რა რომ მოვედი სამსახური. არ მინდა. ჩაი მოვადუღოთ. ჩაი მინდა, ეს არ მინდა. აი, ადრე მქონდა ეს პერიოდი სხვადასხვის, რომ ნალექიან ყავას მემართ. აი, ეხლა ნალექიან ყავა რო წარმოვიდგინე, რომ სვავდები შეცდათ ხდება. ჩემი არ ჩაი დავიდე. შეიძლება მახალი წლების ბრალია. აი, კუჭრო გიზიადება და არაფერი მაგას აღარ უნდა. მაგრამ მე არაფერი არ მიჭამია სხვათაშორის, აი არაფერი. ძალიან წაჩავს. მუში სტუმრები ყავდნენ კიდე. ოღონდ მე რომ მოვედი აღარავინ იყო რა. ხო და ანუ სტუმრები არა შინაურები. ერთ პარტია ჭურჭელი შევალაგე და ეხა დავიწყეს ანუ აღარა მაქვს მეტი არაფერი. დავლიოდი ჩაი. ცოტა ჩიჭი. ამ ჩავდავლიო. ეს ძირითადად უნალექო ყავისთვის მაქვს. უნალექო ყავა უნდა ვიყიდო. ანიცი რა უნდა ვიყიდო. ძალიან მიყვარს აი სერჯერადები. ხო და ანუ ფიქრობ რა რომ ეს ნალექიანი ყავა მეტად აღიზიანებს კუჭს. აი ხარ წარმოვიდგინე ნალექიანი ყავა და დავიო აი ამომძახა რომ მე არ მივიღებ მაგასო. ხო და ის უნალექოები რო არის ერთჯერად პაკეტებში ხო იცი აი გუნდა ვიყიდო აი ეგ სხვანაირად სიამოვნებს ხოლმე აი მალამოსავით ედება ხოლმე მithwete სიცივეში თელ ორგანიზმს. There's our challenge. We took a tap to go ship. So, she's doing chicken. Now, such a bit of a saving mark that cherry. Teuziari, Katris Horsia. საცივიცა ცოტა ტოლმა ბლიჩკები შეუჩეხა ბავშვებს ისე რომ დღეს ეყოფათ რაც ხოდა შეუწვის თუ ერთ სალო შეჭამ ცხელი შეიძლება ცხელი არ გამიცხნია ესე ამ ხალხში აი ესე აქ მიბროწია საერთოდ აკაია ცხელი Așa nu dar o male misuli ai. Odată nu știu perioada de bună mincon. Are lo de bodi de eha. Dodă su urăpti tanda. Uita ce o broțe dau de să că-i dau. Ok, bas. Dau rețhe.
გუშინ დამიწერეს ქუდზე, რომ ძალიან კაია, რომ ქუდი გაფარიაო ვითველეს ამ პერიოდში. ხო, ცოტა ქვემოთ დაწერეს, რომ ქუდი რაც გინდა. გარეთ ქარი არ არის, მაგრამ გრილა და ცივა და ვინც ახლები ხართ, შემოერთებულები და გაინტერესებთ ქუდი რაც მინდა. წინა კვირას მქონდა წერილი. ხო და ისა. თან სამზარეულო მე სახლიდან გამოყოფილი მოხს ამ ეზოში რომ ჩამოხვდე სოფელში ცხოვრობ. და ცივა ეხა არაფერი არ ამთია გარდა გაზისა და ნუ ეხა არ მცივა მე. იმიტომ რომ მოძრავი ცხელი წყალია, ჭურჭელია, ხელები გახურებული მაქვს. სხვადასხვა სამსახურში გაველთორა ხელები შემისივდა. ცივა რა. მაფარია ქუდი და მეორე ქუდი. ის წონე ხალათი მაქვს გასარეც. ძველი ახალი წლისთვის რაღაცებო გავაკეთე, მაშინ მეცვა და ცეგი ყველაფერი ხოზე დუსვია. ყველაფერზე დუსვია და ყველაფერი სუნია. ეხლა ვფიქრობდი 7:30-ზე ავდექი და ერთ პირსარეცხი შეყრას მოვასწრებ მეთქი, მაგრამ 9:30-ზე უნდა გავიდე. მოვასწრებ და მაგრამ მე სანამ დრა და არ მიყვარს ხოლმე ჩართულს რომ ტოვებ რა, არა უშუალო რომ მე რომ ბავშვები არიან სახლში, იმიტომ რომ შეიძლება ხაი 24 საათიან წყალზეა გადაყვანილი, მაგრამ ცოტა მოდის და რომ დაწყდეს, ანუ ვერ ლაშაც არ იქნება სახლში და ვერ იმას იძავენ რა აქეთ. ნამალია ყდა. ეს არის ჩაისფერი თურქული ივანე რო იყო მუსიკიდან წასული თურქეთში სიმღერიდან მეცხო ვიყავი და ყველაზე იაფი რაც შეიძლებოდა რომ წამოგეღო ამოვიღე ჩაი თან ჩაი ძალიან მიყვარს ესე იგი მე ზოგადად უძილობას ვიტან 3 დღეც 4 დღეც 4 დღე მაქსიმალ ნამეტანია, მაგრამ ვიტან. ოღონდ რა ხდება მე? რა ხდება მე და ერთიანად მომეხაზება ხოლმე. ანუ მაგალითად 3 დღეში თუ მაკლია დაახლოებით 3-4 საათი ზედიზედ. მე რაღაცა მე-4 დღეს ეს 4 საათი ერთმანეთს ემატება, ესე თხლაშან დამეტაკება, რომ აი მკვდები. და გუშინ ეგ დღე იყო. სამსახურიდან ვედი. წასვლები იყვნენ უკვე ჩემაზლი იყო და წავიდა ისიც მე მომელი დაიწყე გამერიდა. ხო და პირველი რაც გავაკეთე, რომ ვიბანავე რა თქმა უნდა. ნუ სამსახურზეც უნდა მოგიყვეთ რაღაც. ხო და მე ავედი მაღლანი პირველი მაგას ვაკეთებ ხოლმე როდესაც სამსახურიდან მოდიხარ. ავალაგეთ არაფერი არ იყო დიდად მაღლა იყვნენ. ხო და ის რამდენიმე თებში რაღაცა რა მოკლედ. ჩამოვიტანეთ წესასწაული მოვასუფთავე. პირსაწმენდით დახვეულის ვიჯექი და მე მიყვარს ხოლმე დაბალი სკამზე ვჭდები გამათბობელთან. აი ეს ზურგზე მოვიგდე მაინც და ტახტზე გადავწევი ხოლმე ბალიშებზე. ანუ თან ვზივარ, თან წევარ, თან ფეხები გამათბობელთან მაქვს და 1:30 საათი ჩამეძინა და მაგ დროს მედგა ყავა. დაახლოებით ვამბობ ამას 7-ისთვის. გუშინ 6-ზე მოვედით, ადრე მოვჭით საქმეს და წამოვედით. ხო და ისა ანუ ამ ძილმა იცი რამე, უფრო ამაფეთქა რომ იტყვენ, აი ცალი თვალით ვიყურებოდი და
თან აქ ბავშვები იყვნენ გარეთ, თან ტელევიზორი, რაღაცა და მოკლედ ასე ისე ხმაური იყო, ამიტომ ეს როგორც სიზმარში ადგე, წაუბრაცუნდი 9:30-ზე ხალხო. ან 9:30-ზე გამეღვიძე. ნინოს უთხარი, 9:20 იყო, ნინო 9:30-ზე წამოსვლას მივხვდომე და ნინო წამალი აიღე მეთქი და მზად გქონდეს მე 9:30-ზე დავწექი, არ მახსოვს, მე თვალში ცივი წყლით დავფეხო, მე თვალი მეკავ. არ მახსოვს, მე 9:30-ზე ოდესმე დავწოლილიყო. 9:30-ზე დავწექი და 11 საათამდე მეძინა. აი, იცი როგორი ავდექი? გეგონება 3 დღე გადაბმული გეძინო. აი, ზოგადად სანა ბავშვები დაიძინებენ ხოლმე და მაგ დროს ამას მოურიე. მე მგონი. მაგ დროს მომიწვევი ხოლმე, ანუ თლად ძილს არ ვეძლევი, ანუ აქეთაც ავარ რა გონებით. რომ სანამ ოფიციალურად ყველანი 3-ვე საწოლში არ დავინახავ, ანუ ის ღამის წილით ვერ ვიძინებ, შანსი არ არის. ხო და აი რა კარგია. რა იყავ აქ? აი, წოდება. ავდექი მე ნინო მე ვადექი ნინო მიდიოდა, წვებოდა. და გამოველი და ბარბარემ თქვა რომ ეხლა ჯითის უნდა დაიწყოსო ფილმი მის კონგენიალურობა. გეცოდინებათ შანსი არ არის ჩემ ბავშვობის ძალიან ძვირფასი ფილმია. ძალიან მიყვარს და ბარბარსაც ძალიან მიყვარს. ეგეც უყვარს პრინცესას დღიურები როა და მოკლედ ესეთი სტილის ფილმები რა და აი ეს ვიშლის და იმაზე წვალობ. ხო და მართლა მისიოდა ხელი. წვალში მოგხოთ. ვუყურეთ ხალხო და სადღაც პირველის რაღაცა 20 წუთამდე თუ რაღაცა გადიოდა და ვუყურეთ კარგად. მერე წავედი და დავიცი. მეორე ფილმიც მოსდევდა მაგის მეორე ნაწილი და ბარბარემ თქვა, არ უყურო და ხვალ ერთად რას დავუყურო? ვთქვი, თვალი მომეხუჭა, წადი დაწეკი დროზე მეცი. ხო და მოკლედ ძალიან გემრიელად მეძინა მერე დილის 7:30-ზე ბნე და დამცა ბუძელნიკ. ყველაზე მაგარი არის დილასაც 7:30-ზე აქვს ბუძელნიკი დაყნებული და წამის მიასედით ჩემი ასწრებს. ჯერმე წამოხტები ხოლმე და ვიყურებ ბეცივით და ველაში. თაფლისაც უყვარს ეს ჩაი არის იმისთვის. აი ვიგრძენია იქ ორგანიზმი რო გათბა. ადრე ესე მომივიდა ყავაზე სხვათა შორის. აი რო ვხედავდი ახლა რომ აი ადრე ხარ რომ ერთსული 8-13 წასული იყვნენ ანუ სკოლაში რო გავუშვებდი რომ ყავა, მაგრამ არა. ეხლა არა. ეხლა რო ფიქრობ ნალექოზეც ეგ მომივა, ანუ ფიქრობ რომ კი. ამიტომ ცოტა ხანი შევეშვები სანამ ანუ იქ მაინც დავლევ ხა სამსახურში ვიყავ პატარა ჩიქი ვცოთ ხოლმე რა და იქ სასიამოვნოც არის ხოლმე. დილით რომ მიდივართ უცბად შევიკიკნებით ხოლმე დილის ჭამის რომ სანამ მე შუა დღის ჭამას გვაჭმევენ. ერთი-ორი სიტყვით მინდა რომ სამსახურზე თქვა. რამდენიმე დამიწერა სათმუშაობო. ბევრმა დაწერა კიდე სადაც მუშაობ მაგ სიტუაციაზე რომ ანუ კადრებში ხო გამოჩნდა რაღაცა და მომეწონაო სიტუაციაო და რა საწარმოო და თევზი როგორი უნდა ვიცნოთო რომ მაგ საწარმოსიო რომ აშკარად უზრუნველად კეთდებაო. ანუ ჩვენ საწარმოს ჩვენსაც რა ხოლმე გავხსენი პაპაჩება დავიდო. ქვია ლოჭინი. და არ ვიცი ზუსტად რა მაღაზიებში იყიდება, მაგრამ ეტიკეტი აქვს ჩვენს თევზს და არ ვიცი რომ თბილისში სხვადასხვა სივრცეში მიაქვთ დისტრიბუტორებს რა. მაგრამ სად იყიდება ზუსტად ვერ გეტყვი. მე რომ აქ საწარმოში მივედი, მე მანდ მუშაობდნენ და ჩემი რძალი რა და
ანუ რაც წარმომედგინა რომ ხარ თევზებში მივარ იქ თევზი და ანუ მიუხედავად იმისა რომ თევზი ძალიან მიყვარს ვიფიქრე რომ ანუ რაღაცა შოკი მდგომარეობა იქნება ანუ იმიტომ რომ თევზს სპეციფიური სუნი აქვს ხო ანუ და სულ მეგონა რა რომ აუ ესენი რომ სამსახურიდან მოვლენ წარმომედგინა რომ სადაც შეხარ ყველგან რომ თევზის სულ შეიტანა ანუ ეგეთ სიტუაცია წარმომედგინა მართლა ანუ მივდივართ იქ ხა მოგიყვებით მოკლე შინაარს ჩვენი სამსახურის შევდივართ გასახდელი ოთახი ვანა ტუალეტი გვაქვს რომ ანუ სიტყვაზე ბევრჯერ როდესაც მანქანით არ მოვდივართ ხოლმე მარშრუტით მოვდივართ აუცილებლად ვიბან აუცილებლად შეძმა რომ მუშაობს ხოლმე თავისი მანქანით დავდივართ და ანუ მარტო გამოვიცილ და მოვდივართ და სახში წესრიგდებით მაგრამ როდესაც სამგზავრო ტრანსპორტით უნდა წამოვიდეთ ხოლმე ეს მეორე კვირას იქნება ცივა არაცივა მაინც მშვებით და ამ პერიოდში ფენს წავიღებ და აუცილებლად გავიშრებ თმას მიუხედავად იმისა კუდი მეფარება მაინც ხო ვიცვლით დასასვენს ბევრი კადრი გინახიათ ჩვენი გასახდელიდან ვიცმევთ ვიჯაჯებით და გამოვდივართ და ვიცმევთ თბილად იმიტომ ვიცმევთ თბილად რომ კი ანუ ცირა სიტუაცია არის რომ მოძრავ ჯერ ხო არ გცივა თან ის სადაც თევზი მუშავდება ის ოთახები გარკვეული ეტაპებს გადის სხვადასხვა ოთახში თევზი ანუ იქ სიტყვა არ შეიძლება ხარ მაშინ უნდა სანამ ბოლო ოთახამდე გაიტევ და გადაყარო პირველი ეტაპი მოდის ოკეანის თევზი მოდის ძირითადად სკუმბრია სელდიც არის სელდი არის თევზი რომელიც ანუ მარილდება, წნილდება ეგრეთ წოდებულად ასე ეძახიან და ასე გადის და მე მომწონს ეგ თევზი, აი ბრაკი ხოლმე გადატეხილია რაღაც ეგეთი აი ნირი რო აქვს შეშლილი, აი ზედმეტი ხაზი რო აქვს კანზე ეგ იბრაკება, ანუ არ გადის დისტრიბუტორებში, არ გადის მაღაზიებში და მე არის ხალხი რომ ბრაკებს ყიდულობენ იცი. ანუ მოდიან მაგის კლიენტებიც რა, რომ აი მაგალითად აი მე ვიყიდი, ჩემი ზუბელი იყიდის და ეგეთ სიტუაციები არის ხო. კიდევ თევზი მოივა, რომელიც იბოლება და ეს არის სელდი, ვთქვი, იმას რა ქვია, პატარა მოივებით არის. სალაკა, ეგეც იბოლება, არის ხოლმე რომ კალმახია და წინაზე პივის თევზიც ქონდა და სეზონზე, როდესაც საფრთხე მოდის, პივის თევზი არის ენერაოდენობით. ეხლა რა ხდება? მოდის გაყიდული თევზი, ოკეანის თევზი, ძვირფასი თევზი, გუშინ აი როგორც გოჭები, ეგეთი სკუმბრიები ვაკიდეთ, აი თვალს რო უხარო და რა, აი ისეთი მაგარი. ესეთი ძალიან დიდი უჟანგავი მაგი და არაზეც იყრება ეს თევზი, მუშავდება, ანუ იწვლება და თავი ეჭრება, მოკლედ ყველაფერი ზედმეტიდან მუშავდება. კიტაიკები რო თქვი, რა არის კიტაიკა? მეც ეგ მაინტერესებდა რომ მიველი კიტაიკებს რო ახსენებ, მე რა იყო კიტაიკა? ეგ არის იაპონური ტაჭკა, იაპონური მგონი, თუ ჩინური? არა, ჩინური უფრო. მე ჩინური იყოს არ ვიცი და იგივე არის. ხოდა ეგეც უჟანგავი იმით არის, იმაში იყრება, ირეცხება. მერე შედის მაცივარია რომ დიდი ოთახი. შევიდა რომელი იყო და სადაც ბაკებია რომ მარილწყალში იყრება და მარილწყალში ყოვნდება 3-4 დღე. ვერ მაგიდან გამოდის კიდევ სპეციალური რკინებია, სადაც ესეთი ბევრი ლურსმები აქვს და იყიდება კუდებით. ვენტილატორებთან რო განახეთ, შრება იქ, რომ ანუ
ჩამოიწუროს ზედმეტი წყლისგან და შეშრეს და მე შედის დიდ ფეჩებში, ესე ლაგდება და დაბლიდან ემთება ნახერხი. ადრე მკითხა ვიღაცამ აქ მარტყოფელი რა, ანუ როგორი იბოლებაო, არის ცივი და ცხელი წესით შებოლვა. ანუ ცივი წესით ნიშნავს, რომ რაღაცა სითხეში თუ რაღაცაში იყრება, ანუ წყალში ვით და იღებს ამ ბოლის სუნს და გემოს. ანუ იღებენ და შრება მე. იგი არა. საჭველი დავდი გასაცხელებლად. ხა სკოლაში მიდის ლაშე ბავშვებს არ უშვებ ჯერდა. არ უშვებ რა ვირუსები აქვთ ისე ბავშვებს და რაღაცა არ მიდიან და დავტყუნეთ. ხო და ანუ მაგას ვამბობდი როგორი იბოლება. მე არც ვიცოდი ეგ შებოლვა ვიცოდი რომ და ბოლში ყოფილიყო. ხო და ანუ ეგი არ იბოლება ამას სუფთა ის დიდი ნახერხი აქვე ბურბუშელოს რო. აი ეგ იყრება, ეგ ინთება და მაგით იბოლება. მთელი ღამე დილით ახლა რომ მივალთ მაგალითად გუში რა თევზით შევიდა შესაბოლად ის გამოდის და სათითაო თევზს წარმოიდგინეთ შეიძლება იყოს 500 კილო 400 კილო რაღაცა იგი სათითაო თევზს კუდზე ვუკეთებთ ეტიკეტს სათითაო ანუ ძიმე სამუშაოზე კი არა უბრალოდ უნდა ფეხზე დგომა უნდა სულ ფუსფუსი მუშაობა და ეგეთი რაღაცა მე ვისაც რამდენი უნდა დისტრიბუტორებს ისე მიაქვს შესაბამისად ანუ ვუმზადებთ შეკვეთებს დილთან რომ მივდივართ წინა დღის თევზის დაამუშავებთ იმ შეკვეთას იმ თევზის დაფასოვებას ვაკეთებთ მე გადავდივართ იმ ოთახში სადაც იგივე პროცედურას ვაკეთებთ შიგნავთ წნავთ რაღაცა ვრეცხავთ და მე უკვე ბიჭებს შეაქვთ ბიჭებს უფრო ძიმე საქმე აქვთ, იმიტომ რომ სიმძიმეებთან აქვთ კავშირი და რაღაცა ჩვენ არ. რომ იქ ბაკებს რეც ყოველ დღე დამუშავებაზე მკითხეთ კიდე. რა ხდება, როცა სამუშაო დღე მთავრდება? ყოველ დღე ირეცხება ანუ ის ბაკი, რომელიც იცლება იმ დღეს, ირეცხება, იხეხება მაცივარის ის ადგილი, საიდანაც ის ბაკი გამოდის, ხო? მე დაიდგმეო მე მაგალითად აქედაბაკ ის იხეხება სპეციალური სითხით ბოჭკები ყველაფერი ის უჟანგავი მაგიდა გარშემო თეთრი კედელია ის ანუ შეიძლება ხალ რაღაცა მეთქოს სიცვლელია რა ყოველ დღე არა ის ანუ როს გახარით და თევზს რო წლავდა ნაწლავია ესე მიასხავს შანსი არ არის იმას ვერ დატო იხეხება ირეცხება სუფთავდება ყოველ მეოთხე დღისით რკინებს სადაც თევზი იყიდება ის იხეხება რომ უჟანგავია და ის რო იბოლება წარმოიდგინეთ ის ცხიმი ხო ჩამოდის და ის ცხიმის ნაკვალევი რო რჩება ეს დავალაგებთ ხოლმე მიყვარს ეს პროცესი და დავალაგებთ ხოლმე სპეციალურ სითხეს დავასხავთ და ველოდებით 1-5 წუთი და მე იხეხება და გამოდის აი წკრიალა ესეთი ყოველ დღე და იგივე პროცესი გადის იხეხება ტაჭკები ადვილია გახეხვა რა ყოველ დღე ვაკეთებ ამას და არის უჟანგავი კაი მასალა რო არის აი სასიამოვნო როცა რო გავუსვი და პრიალებს ასე რომ კაი სიტუაცია სუფთა სიტუაცია არის დიდათ აი ეგეთ რაღაცებზე მე არა ვარ აი ის რო აი ვაიმე მაგალითად რაღაცაში რაღაცა ნახა და ვეღარ შეჭამს და ის შეიჯარა არა ვარ ეგეთი ტიპის მაგრამ ეხლა რაღაცა რო ისეთი სიტუაციაზე მე ნახა და რაღაცა 100 წელი მე იმას ჩემშვილებს არ ვაჭმევდი და არც მე შეჭამდი იმიტომ რომ ვინახავდი მაგალითად როგორ გდია თევზი და რა ქვია ანტისანიტარია იქნება რაღაცა გული არ მივივა რა ვიმუშავე რომ არა ვარ ეგეთი ტიპი რომ აი მე შევეხები და რაღაცა ხა თევზ მაგრამ ის არ დავდებ ძალიან მაგარი ის მაგიდა კიდე სადაც დილით მუშაობთ ანუ სადაც თევზი გამოდის ეტიკეტებს ვაკრავთ რაღაცა ისიც უჟანგავი მასალა დიდი მაგიდა
სკუმბრიას აქვს, შებოლილ სკუმბრიას აქვს 10 დღე ვადა. შებოლვიდან 10 დღე. და წინაზე ეტიკეტებს არ ვაკეთებ ხოლმე მე და გია, რომელიც სწრაფად აკეთებს ამ საქმეს, არ ეცალა სხვა რაღაცას აკეთებდა და რამდენიმე ეტიკეტი უნდა დამერტყა და მე დავარტყავ მეთქი და ის ხო არის გადასაყვანი ციფრების ან სპეციალური ეტიკეტს ვაკეთებ და ცირა სიტუაცია იყო მაგალითად აი უნდა დამერტყა 25-ში 2024-ის ანუ გამოშვება იქნებოდა ეგ და მე უნდა გადამეყვანა ციფრები და უნდა დამერტყა 25-დან 10 დღე რო აქვს ვადა. ხო და ეს ციფრი იყო გადაყვანილი უკვე. ხო და ეს ციფრი იყო უკვე გადაყვანილი 5 იანვარი 05/01/2025. ხო და ძირითადად ამ ეტიკეტს რო ვაკრავთ, ვიყვან ხოლმე რიცხვს და თვეს, იმიტომ რომ წელს რა თქმა უნდა მთელი წლის მანძილზე არ ვახვედით რა და რადგან გადაყვანილი 2025-ს და დავიწყე სადამდეც აქვს და იმდენი 6-იანი ეტიკეტი დავარტყი ამისი. რასამდე და ეს რა ვიღე და გადავიყვანე ეს თვერიცხვი და დავარტყი 6 ეტიკეტი დავარტყი და სხვაებიც უნდა დავარტყა, დავაკვირდი რომ გამოშვების ვადა გვაქვს 25 ესა 05/01/2025 და გამოშვების ანუ იმ დღის გამოშვებისა არის 25/12/2025. ანუ 6 თემზე გამოშვი, სადაც გამოშვების თარიღი ჰქონდა 12 ისა 25 დეკემბერი 2025 წლის. უყურე მეთქი მომხსნი მეთქი ხამკუდებს და გავუშვი. ანუ ვისაც შეგხვდათ 2025 წლის 25 დეკემბერს გამოშვებული თევზი მე გამოვუშვი. წავედი ხარხნება ეხლა. ჩავიცო დავიხურო გამემზადე და წავედი. მომავალ ვიდეომდე დაგემშვიდობებით. დღესაც ბლოგად საქმე გვერდით. და დღეს ბოლო დღეა რომ ვმუშაობ. მეორე კვირამდე. აბა